აი აქ ვართ. მომდევნო თვალზე, აი აქ. ხო, ესე იგი. ეხლა გარეთ უნდა გამოვიტანოთ. ისე გავაკეთებ. აი ამ ძაფში ვიყავი, ხო? და აი აქ შესული ვიყავი, ეხლა წინა, ქვედა. ეხლა ისე უკან. ესე იგი. აი ეს ნახე შიგნით არის, მომდევნო რიგში გადავედი, ქვემოთ მივდივარ ძირისკენ, ხო? და შევდივარ აი აქ. გავანწმოთ ეს ბოლომდე. ფაქტობრივად ასეთი სიგრძე არ გვჭირდება, ეხლა შემიძლია გადავჭრა, უფრო ადვილი იქნება ამის მოძრაობა, ესე გადავჭრი. დაახლოებით, ალბათ 40 სანტიმეტრი გჭირდებათ 30-ით. 30-ით საკმარისია. კარგი, ესე იგი, ეხლა შემდეგი. ეხლა შიგნით არის ძაფი და აქეთ უნდა გამოვიტანოთ, ხო? აი აქაც არ გირჩევთ, აი აქ შესვლას, აი აქ შედით, სადაც მჭიდროდ არივანი უფრო ძაფები ერთმანეთთან. ეხლა აქ ვიყავით, ნახეთ. ეხლა აქ შევა. თითო რიგში, თითო ჯერ ასე ვთქვათ. ძაფის ბოლო ატყობა, რომელიც მანდ არის გადაბმული. ეს ჩვენი ძაფია ნამდვილად, რაც გვჭირდება. ბოლოს გაიშალა. ესე გამოვატაროთ. შემდეგ ისევ უკან. ესე იგი შედიხართ შემდეგი რიგი, ნახეთ სად გამოდის ძაფი და ეხლა შემდეგი რიგი აქ უწევს. კარგით, აქ. აქ ვერ გავექცევით მე მგონი ამ ესეთ გაწერილ ძაფს. თუმცა შეგვიძლია აი ესე შევიდეთ. ესე და შიგნით, ჩანთის შიგნით შევყავს. შემდეგს გავაკეთებ აი ამ ესე თქვათ, შეგვიძლია ამასთანაც ერთად ავიღოთ ეს. იყოს მარტო ეს. ესე იგი ვიყავით აქ. ეხლა საკმაოდ თუ ძალიან გამოვტოვებთ ამ ძაფებს, მაშინ შეიძლება არ გვეყოს, რიგები ბევრი გვაქვს, ვიდრე აი აქ. ამიტომ მოდით ამას ეხლა გამოვიყენებ მაინც. ესე იგი ბოლოს ვიყავით აი აქ, ეხლა აი აქ შევალ. იყოს მიეკეროს ეს დიდი ხრელიანი ესეთი თვალით სარაუშავს. შემდეგი აი ეს რიგია. ეხლა უკვე აი ეს ნახეთ, ეს თვალი რომელიც მინდოდა რომ გავამეყენებინა, აი ეს. უნდა გაანაწილოთ, ესე იგი, მაკრამის ტექნიკაში რაც თვლები გვაქვს და ჩანთის რიგების რაოდენობა ერთმანეთს უნდა შეუსაბამოთ. ეხლა აი აქ ამასაც გამოვიყენებ. ისევ ატყობ, ეხლა ჩანს, აი როგორ განლაგება როგორ მოითხოვს. აი ესე. როცა მოკლეა ძაფი, უფრო ადვილია გაყვანას, ხედავ? გრძელი ძაფის მოძრაობა. აი ეხლა აი ეს თვალი. ჩანს, ხო? ისევ აი დიდ ხრელში შევალ
და მომდევნო რიგი უკვე აი აქ გამოდის. შიგნიდან დამოვიყვანო ჩვენი სამუშაო ძაფი. ეს ისე უკან. ეხლა მე მგონი ეს მეორე ნაწილი ხო დაწყებას დავიწყებ გაჩვენებ და დანარჩენს თქვენ მეგონი გავუკლავდებით. იგივე წესით, როგორც აქეთ ამ ხარი მივაკერე, უბრალოდ აი ეს ადგილების ნიშნული ის ადგილი ხა სადაც ამაქვს მონიშნული, ამის პოვნა არის ცოტა ესე თვალით უნდა შეაფასოთ მაინც. მე გეტყვით მათ შორის რა მანძილია ერთი ნიშნულიდან მეორემდე და ეს გაგიადვილებთ. ეხლა შემდეგი ხვრელი, აი ეს დიდი ხვრელი აქ ვიყავით, აი ეს რომ მოჭიმავთ ზავს, ნახეთ, აი გეუბნება ცად იყავით. ახლა აი აქ შევა. და აქედან გამოვიტან იმ ჩემ სამუშაო ძაფს. შემდეგი რიგი აქ არის. ესე, აქ ახლა აი ამ თვალს ჩავუსვა. აი ესე და ახლა გავატარებ აი ეს. სხვა გზა არ იყო. და შემდეგი აი ეს იყოს. ესე იგი აქ წავიყვანე უკვე. ჯობია ამ ხვრელში. გამოვიყენოთ ეს ხვრელი. ეხლა უკან ძალიან ბევრი ძაფებია თავმოყრილი და მიჭერს გარჩევა რომელია ჩემი სამუშაო ძაფი. იმიტომ რომ ვერ უყურებ. არ ჩანს ის. მოდით ჩავხედავ ახლა ჩანთას შიგნით. როგორმე ეს კარგად ამოვიყვანო. აი ეს ამოვიყვანე, ნახეთ. ეს ძაფი და იქ ჩვენ დიდ ხვრელში, რომელიც ბოლოს გადავწყვიტე. ესე. ეხლა ისე უკანვე ჩავიტანო და ეხლა თან გავიტან იმ ჩემ ნახეთ. ფაქტიურად ეხლა მე ვცდილობ, რომ აი საიდანაც დავიწყე, იქ დავამთავრო. და ნახეთ, აი ამ თვალს, რომელიც ამ დიდი ხვრელის მერე მოდის. აი ამ თვალს, აი აქ წავიღებ. ამის გავლით წავიყვან მე ამ ძაფს, ნახეთ. რაც დამრჩა ხო? ბოლოს. აი ეს. და შევიყვანოთ ეს ბოლომდე. იქ რა თქმა უნდა კვანძს გავაკეთებ უბრალოდ. დიდ ამოვატრიალებ ახლა ამ ჩანთას ცოტა ეს ამ ადგილს თან თქვენს დაინახავთ. აი ესეთი ეს ძაფია რომელიც ბოლოს დამრჩა. აი ეს ძაფი. ესენი ხვდებით რომელიც დამაგრების ადგილები არის. კარგით ახლა ეს უნდა დავამაგროთ აქ ბოლოს მაინც. აქ რომელიმე ძაფზე ესე კვანძი გავაკეთოთ. ოღონდ ეცადეთ რომ ისე ბევრი ძაფი არ გამოიყენოთ ამისთვის. აი ერთ ძაფზე ესე ნახეთ. და თავისივე კვანძში გაატარეთ. ნუ შეიძლება კიდევ ერთხელ რახან ჯიბის ეს არის ძაფია, ნაკერი ძაფი, ჯობია. კიდევ ერთხელ ისევ ანუ სხვა ძაფში გავატარე და ისევ თავის თავში ბოლოს. და მოვჭრი ძაფის ბოლოს აი ესეთი სიგრძის. დაახლოებით 1.5 სანტიმეტრი იქნება. ეხლა ისევ გავასწორებ. შევხედოთ აი ჩვენი ჩანთა. მეგონი კარგად მიეკერა. აი ეს გამოიყურება ეხლა. აი ეს. ეხლა ეს რა თქმა უნდა დასამთავრებელია ეს ჩვენი ნაწილი. აქაც ჯერ გირჩევთ აქედან გაყვეთ და მიამაგროთ, მერე გააკეთოთ ნაკერი. მე უბრალოდ ეხლა მინდა რომ გაჩვენოთ სად დავიწყებდი მაგალითად, ესე იგი როგორც აქეთ გამოცდილებით მე უფრო ესე მივხვდი, აი სადაც ძირი მივამაგრე. გავახსენოთ, აი სად არის მემაგრება, ხედავთ? ეს პირიქით მიკავია, მოკლედ რომ მიმაგრდება, მე გამოჩ. ეხლა უბრალოდ მიშლის ეს ძირი.
აი ესე. ესე იგი მიმაგრება იყო აი აქ და აქ. აი ამ თვლის გარშემო. ამიტომ გერჩევთ აი ნახეთ ამ თვალის ზემოთ იყოს, აი აქ რიგს რო გაყვეთ. და აი აქ თუ გაყვებით რიგს, მიხვალთ სადღაც აქ. აი ამ ადგილას. და შეხედეთ, თან შეხედეთ თვალითაც. შეიძლება ახლა ნახეთ, მეჩვენება კიდევ უფრო მარცხნივ შეიძლება. აი აქ. აი აქ. და ახლა გეტყვით და გახსოვთ, აქ იყო 12 რიგი, ზემოთ რჩებოდა 12 რიგი. 1 2 3 4. სწორად, მოდით გადავთვლი კიდევ ერთხელ, რომ არ აგვერიოს. სადაც ნიშნულია, ეს არ მონაწილეობს. ხო, ეს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13-ია. აქეთაც 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 და 13. აი, კარგად გილასა მაქვს დამაგრებული. აქ უნდა შევიყვანო ეს ჩემი აი ეს ნახეთ ძაფი და აი ეს თვითონ უკვე ამ თვალის ზემოთ ზის როგორც აქ. ხა მოდით ამას შევიყვანე უკვე თან მე დამეხმარება ეს. ესე იგი. აქაც შეგიძლიათ მოჭრა, ძალიან გრძელი ძაფი რჩება. უკვე ასეთი და დაახლოებით აი ესეთი 30 სანტიმეტრი იქნება, ესე ვფიქრობ. აქ შევიტან თან უკვე გამიადვილდება. და ეხლა გეტყვით მე თქვენ თვლების რაოდენობას ნიშნულებს შორის. ესე იგი, სადაც შესულია ძაფი და შემდეგ ხო თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 161 162 163 164 165 166 167 168 169 170 171 172 173 174 175 176 177 178 179 180 181 182 183 184 185 186 187 188 189 190 191 192 193 194 1
20, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 30, 1, 2, 3 და ესე იგი 33 თვალის შემდეგ 33 და 34 თვლებს შორის არის შესვლა. აქედან თუ გადავთვლით. აი ესე, მოკლედ, აი ესე ჩავყვები, ამასაც მივაკერებ ამ ჯიბესაც და შემდეგ გაკვეთილზე უკვე გავაკეთებთ სახელურებს. ერთ სახელურს მე უკვე დაგახვედრებთ, უკვე გაკეთებული მექნება და მეორე სახელურს გავაკეთებთ და მივამაგრებთ კიდევაც. კარგით, იმედია სასარგებლო გაკვეთილი გამოგვივიდა. მომავალ შეხვედრამდე.